აი თქვენ რეპერტუარში ჩანდა ეხა პირველი რაც კურსზე მომხდა ის რომ ეს პროცესი რომელიც მიმდინარეობს, ეს რა თქმა უნდა ჩვენ ველოდით ამას ყველაფერს, მაგრამ იცით რა, აი თვითონ დოის რეაქცია ძალიან მნიშვნელოვანი აი თეატრის წინ როდესაც გამოვიდა და განცხადება როცა გააკეთა. იცით რა, სუფთა ადამიანური მომენტია, როდესაც ამდენი ხალხია შეკრებილი და ითხოვენ სამართალს და დოი გამოდის და თავის დასაცავად კი არ ლაპარაკობს იმაზე, რომ პოლიტპატიმრები ვინც არიან ისინი გამოუშვითო. ეს არის მისი მთავარი ფრაზა აი ამ გამოსვლაში, იცით და ეს ალბათ რთული გასაგებია ზოგიერთებისთვის, იცით, ეს ალბათ სოლიდარობა, ეს უბრალოდ სიტყვა არ არის. ეს არის ცხოვრების წესი, შენი არსი, შენი ფსიქიკა, როგორ შეგიძლია ვთქვათ, იყო სოლიდარული ადამიანის მიმართ. და როდესაც ყველაფერს წირავ ადამიანი იმისთვის, რომ თუნდაც ერთი ადამიანის უსამართლო პატიმრობა გადაარჩინო და ეს ერთი ადამიანი არ არის, ეს არის უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს აი ამ რთულ მდგომარეობაში იმყოფება და არ ფიქრობ შენ თავზე და პირველ რიგში იმ მომენტშიც კი, რომელიც ყველაზე მძიმეა შენთვის, შენი პროფესიისთვის, რომელთანაც შენ წლების განმავლობაში მოდიოდი, უამრავი ენერგია დახარჯული და უამრავი შრომა იმისთვის დღეს რა რეალობაშიც იმყოფება. ამისთვის და ამას ყველაფერს ივიწყებ და შენ სოლიდარული ხარ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ეს გასათვალისწინებელი რამ არის. და ჩემთვის მაგალითად სასაცილოა ის, რომ ადამიანები მით უმეტეს კულტურის სამინისტრო ადანაშაულებს მას იმაში, რომ რაღაცას არ აკეთებდა. ჩვენ თეატრები ალბათ მოწმეები ვართ იმის თუ რა პროცესები მიდიოდა დოის თეატრში. ახალ თეატრში. ეს იყო ყველაზე გამორჩეული, ყველაზე პროდუქტიული ერთ-ერთი. ნიკო, აუცილებლად უნდა მეკითხა ამის შესახებ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შეცვლა, ეს თქვათ შეიძლება ადვილია უცებ ფურცელზე ვთქვათ ამ გადაწყვეტილების მიღება და ხელის მოწერა, მაგრამ ეს როგორ შეიძლება ვთქვათ სიცოცხლის უნარიანი იყოს, თეატრს რა ემუქრება, როცა დასი ამბობს, რომ იდგება დათო დოიაშვილთან ერთად და ეს თეატრი თავისი ისტორიით, სადაც არ ვიცი, ბილეთის ყიდვა იყო შეუძლებელი, მაგალითად ამაზე ხო არავინ არ ფიქრობს, დიანა, ამაზე არავინ არ ფიქრობს. როდესაც ჩვენ გვინდა რაღაცის პროგრესის მიღწევა, ხომ? ჩვენ ამაზე ვფიქრობთ, ჩვენ თანხმდებით, ჩვენ საუბრობთ, ვაძლევთ საშუალებას, რომ თუ რაღაც ეხა ადამიანები ვართ, თუ რაღაცა ვთქვათ, სამინისტროს არ მოეწონა ვთქვათ, ეს სამუშაო პროცესია, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, როცა ჩვენ გვინდა პროგრესი რაღაცაზე, ხო? მაგრამ როდესაც ერთ-ერთი წამყვანი თეატრი, ყველაზე პროდუქტიული, ყველაზე დიდი დასწრებით, როდესაც შენ ერთი ხელისმოსმით ანადგურებ, ეს ნიშნავს, რომ შენ პროცესს, შენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ხარ კულტურული მოვლენების, რაც ქვეყანაში ხდება. ეს არ ვიცი ამას რა ქვია, გესმით, ეს აბსოლუტურად ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია. და მით უმეტეს, როდესაც ამას კულტურის ეხა დიდი ბოდიში, მაგრამ აი ამ პერიოდის, ამ რთული პერიოდების განმავლობაში, რაც ჩვენ გამოვიარეთ, რაც ხდებოდა ჩვენ დედაქალაქში, ყველა თეატრი გაჩერებული იყო, აბსოლუტურად ყველა. და რა ვთხოვთ მარტო დოიაშვილს ვთქვათ, რა ვთხოვთ სხვა თეატრებს, მოისმინეთ ალბათ ხომ სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი, მათი არგუმენტაცია ეს არის, ჩვენ თუ ხელფას გიხდით, თქვენ პროდუქტს რატომ არ ხმით, თქვენ არ ღვევთ. მე მესმის, რომ ეხა დათო დოიაშვილმა ალბათ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად ვიცით, ზოგადად როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ვინმემ არ მოგხსნას, როცა ხელისუფლებას ეს ხელეწიფება, ანუ იმ სტრუქტურებში, ალბათ დოიმაც შესანიშნავად იცოდა, გაეგრძელებინა სპექტაკლები, არა მოეღო ხმა, ვთქვათ, ანდრო ჭიჭინაძეზე და ასე შემდეგ და რაღაცნაირად შეინარჩუნებდა, მოკლედ რაღაც გზამკვლევი ხომ არსებობს, მაგრამ ნუ მან არჩია თავისი დასის წევრის თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ ფორმით. მათი არგუმენტი არის ასეთი, მოკლედ, რომ ჩვენ ვიხდით ხელფას, თქვენ არ გვაწოდებთ შესაბამის პროდუქციას. იცით რა, ეს არგუმენტის არ არის, იმიტომ რომ ეხა თეატრი მუშაობდა ამ პერიოდში. მუშაობდა და სხვები თუ გაჩერებულები იყვნენ, ესენი სპექტაკლს თამაშობდნენ სხვადასხვა რეგიონებში. შენ
ამას როგორ აღიქვალ ამ სპექტაკლს ეს სხვა საკითხია, მაგრამ სპექტაკლი მთელი დასი მიდიოდა ეს ძალიან რთული პროცესია, იცით, ამის ორგანიზება, წასვლა, სცენის მოწყობა, განათების ძალიან რთული პროცესია. და ამას ახერხებდნენ ესენი და მოდით ნუ დავაბრალებთ იმას, რომ რამეს არ აკეთებდნენ. გაცილებით უფრო მეც აკეთებდნენ, შრომას გულისხმობ, ვიდრე ჩვენ, რომლებიც გაჩერებულები ვიყავით რეალურად, ხო? ჩვენ უბრალოდ სიტყვაზე სამეფო ომნის თეატრი რუსთაველზე ისეთი ამბავი ხდებოდა, უბრალოდ შეუძლებელი იყო. ასევე რუსთაველის თეატრიც, გრიბოედოვის თეატრიც, ყველა თეატრი, რომელიც აი ცენტრში მდებარეობს, გაჩერებულები იყვნენ, მაგრამ დოის თეატრი მუშაობდა, დადიოდა ეს იყო პროცესი. ეს სპექტაკლად არჩა ეს საპროტესტო მანიფესტი. რატო არა, უნდა ჩაითვალოს. უნდა ჩაითვალოს, იმიტომ რომ ეს არის სცენაზე მდგარი მსახიობების სპექტაკლიდან იყო ისიც, ხო? ის რაც მე რა ფორმა აქვს. ფორმაზე კი ბატონო, არა, მე არ გადაწყვეტილების მიმღებთა თქვა არგუმენტაცია. თეატრის მომავალი მართლა არის საინტერესო, ამას როგორ ხედავთ? იმიტომ რომ წეგან მინდოდა მეთქვა, ყველა რაღაცას ამ 2 დღეში წერდა თავის შთაბეჭდილებებს და თავის ემოციებს ამ თეატრზე. ერთადერთი თეატრია, მე მგონი, სადაც ერთი ბილეთი ვიყიდე მხოლოდ და მარტო წავედი, ეს იყო ეს ახალი თეატრი, ცნობილი პოპულარული დადგმების დროს. თითქმის ყველა სპექტაკლი. ხო, აი ეს მაყურებელი და ეს სპექტაკლი, ეს დასი, ეს არ არის მართლაც სხვანაირი ორგანიზმია და არ არის ორგანიზმი, რომ ხელმძღვანელი შეცვალე და ყველაფერი რაღაც კონვეიერული წესით გაგრძელდება. აი ამ მომავალს როგორ ხედავთ და ასევე კითხეთ და მაინტერესებს, ფიქრობთ თუ არა, რომ რაღაცნაირი ტალღა გადაუვლის სხვა ისეთ დაწესებულებებს, რომელიც თეატრალურ და მუსიკალურ სამყაროს გულისხმობს და სადაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია სამინისტროს. დიანა, იცით, აი ის პროცესები, რაც ამ თეატრში მიდიოდა, ეს არ არის მხოლოდ დაფინანსებული. ბევრი თეატრი გვინახავს დაფინანსებული, მაგრამ მაყურებელი არ დადის. დიახ. არ დადის. აი რას ნიშნავს ეს? ხო შეიძლება რომ ვიკითხოთ, აი როგორ ხდება ეს, რომ ძალიან ნიჭიერებიც არიან მსახიობებიც, რეჟისორებიც, მაგრამ მაყურებელი საერთოდ არ ყავს. მაყურებელი ზუსტად გრძნობს სივრცეს, ატმოსფეროს, იმ აურას, რომელიც იმ თეატრში არის და სადაც უნდა შრომას ასევე. შრომას ასევე, სიყვარულს, სიმართლეს, მათ პოზიციას, აი ამას ყველაფერს ძალიან ზუსტად გრძნობს. და მაყურებელი თუ თეატრში მიდის, ზუსტად იმ აურაში უნდა ყოფნა და არა რაღაცა ჩინოვნიკურ მდგომარეობაში, გესმით? აი ეხლა ჩვენ რაღაც ისეთ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, თითქოს ისეთი ჭეშმარიტებაა, რომელიც არ არის ეს მარტო თანხაში საქმე. და თეატრი დიდი ბოდიში, მაგრამ მართლა ისეთი რამეა, ნიჭიერი ადამიანია პრობლემა, თორე დაფინანსებული თეატრები ძალიან ბევრი გვინახავს. აი ეს არის და ეს. და მე ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრო პირველ რიგში ჩვენზე მეტად უნდა იბრძოდეს თავისი მოქალაქის, თავის სფეროში მომუშავე ადამიანების, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან და რომლებიც საპატიმროში არიან, მათ გამოშვებაზე. ჩვენ ხმაც რომ არ ამოგვეღო, პირველ რიგში სამინისტრო უნდა ჩვენ უნდა გრძნობდეთ ამას, რომ სამინისტრო ჩვენ გვერდზე დგას და იბრძვის, ის კი არა ჩვენ გვსჯის. პირიქით, ჩვენზე მეც აკეთებს. მაშინ ჩვენ ვითანამშრომლებით მათთან. ვიგიქნებოდით მათ გვერდზე. ვიგრძნობდით, რომ ეს რაღაცა სტრუქტურა, რომელიც არსებობს სახელმწიფო, კი მესმის თავიანთი დამოკიდებულებით ვთქვათ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ რაღაცა ოდნავ მაინც თანაგრძნობას და რაღაცა თანადგომას რო იჩენდეს, ამას სულ ელემენტარულსაც კი ძალიან დავაფასებდით. და არა დოის ვთქვათ მოხსნით თემურ ჩხეიძის სახელოსნოს გაუქმებით, კიდე მრავალი სხვა რაღაცების რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში და ალბათ დიდი წარმატებით ფიქრობენ რომ ეს უნდა გაგრძელდეს. აი უბრალოდ პროტესტის კერა შეიქმნებაო დღეს ეს ლიკვიდაციაში ვართ, კულტურის სრული ლიკვიდაცია მიდის აი ასეთი დამოკიდებულებით, იცით? ეს არ არის სწორი რა, არაფრით არ არის სწორი. ეს არის
ყველასთვის ძალიან დამაზიანებელი, იმიტომ რომ იცით თქვენ ახლა მე და დოი ვართ ერთი ასაკის რა, ის რაც გამოვიარეთ ჩვენ რთული პერიოდები ყინვაში, უსინათლობაში, აი ამაში ვქმნიდით რაღაცას ისეთს, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, იცი და ეს უზარმაზარი შრომა, ცოდნა და ბევრი რაღაცა პროცესები ამაში ჩადებული. ეს ხელის მოსმით ამის განადგურება არაფრით არ შეიძლება. ეს დანაშაულია ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, მე მგონი, არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა, დოის მოხსნით პრობლემა არ დამთავრდება ხელისუფლებისთვის ამ თეატრთან და ამ პროტესტთან, როგორც ჩანს პირიქით ასე გამოჩნდა გუშინ ასევე დასის გადაწყვეტილებით. ეხლა როგორ განვითარდება პროცესი, არ ვიცი ვისი პოვიან, ვინ მივა და ასე შემდეგ, მაგრამ თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად არის პირველ რიგში დასი და ის მსახიობები, რომლებიც ამ როლებს ასრულებენ და მაყურებლის წინაშე არიან ხოლმე, მოკლედ დასს აქვს ეს თქვა სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად ამ პროტესტში ყოფნის სურვილი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს დასიც დოის ძალიან დიდი შრომის შედეგად არის შეკრული. იცით რა, დასის ჩამოყალიბება საერთოდ არის ურთულესი პროცესი. ის დღეს რა სახითაც არის, გარდა იმისა რა პროცესებიც მიდიოდა საერთოდ თეატრთან დაკავშირებით, რა რთული პროცესებიც მან გაიარა, ეს დასი არის ერთ-ერთი დიდი გამარჯვება მისი. გარდა იმ სპექტაკლებისა, რაც გაკეთებული აქვს, იმიტომ რომ ურთულესია დასის შექმნა, ადამიანები რო გენდონ და მე სცენაზე გამოვიდნენ და თავიანთი შემოქმედებით ილაპარაკონ, ეს ურთულესი პროცესია. ეს ნდობა მას აქვს ძალიან დიდი დოზით და ამას ყველაფერს გაფრთხილება უნდა. მაგრამ ეხლა ძალიან სამწუხაროა ის მომენტი, რომ ჩვენ რაღაცა ვლაპარაკობთ ამაზე მომხდარიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ და ამის წინასწარი ანალიზი არ ხდებოდა. აი ეს ძალიან საწყენია მართალი რო გითხრათ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ნიკო თავაძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს სამეფო უბნის